რატო არანებებს ნარკოდამოკიდებული ადამიანი მოხმარებას თავს? პირველი მიზეზი მეგობრებო ეს არის უსაფრთხოების განცდა, ანუ ნარკოტიკი აძლევს ილუზიურ უსაფრთხოების განცდას, დაცულობას, აქვს თითქოს ეგრეთ წოდებული ბრონიჟილეტი და რეალურად იმ რეალური ემოციებს, რაც არის შიში, შფოთი, დაძაბულობა, ამას რამდენიმე საათით უკლავს. და შესაბამისად თვითონაც ანუ ადამიანი ეჩვევა ამ მდგომარეობას, რომ აი თუ მაქვს რაღაც შიშის განცდა, თუ რაღაც თვლი რომ სადღაც თავს ვერ წავიყვან ისე როგორც უნდა წავიყვანო, ეგ სამსახური იქნება, უბანი იქნება თუ სახლი იქნება, ნარკოტიკი აძლევს მოკლედ ამ ილუზიურ განცდას, რომ აი შენ ყველაფერი შეგიძლია. მეორე ეს არის სოციალური უნარები, ხო? აი ხალხთან ურთიერთობა, კომუნიკაცია. ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულ ადამიანს აქვს თვითშეფასების პრობლემა, ხო? აი თვითშეფასება აქვს დაბლა და შედარებებს აკეთებს ადამიანებთან, რომ ის ჩემზე უკეთესია, იმასთან ეს არაფერი საქმე არ გამომივა, იმ გოგოს მე ვერ დაველაპარაკები და მოკლედ ეს ნარკოტიკი მოკლედ აძლევს ისევ და ის ამ ილუზიურ თვითშეფასებას, რაღაც ეგრეთ წოდებულ, როგორც ამბობენ, ღმერთის რეჟიმს და ჯერა რომ აი ყველაფერს მოაგვარებს. მაგრამ როდესაც ფხიზლდება, რაღაც ეს ყველაფერი ისევ ქრება, როგორც ზღაპარი რო არის, ისევ კვახად გადაიქცაო თუ კონკიაო თუ პირიქით როგორც არის, მოკლედ ყველაფერი ისევ ბრუნდება თავის ადგილას. ამიტომ მეგობრებო, თვითშეფასებაზეც, შიშებზეც, რაიმე კომპლექსებზეც თუ გაგაჩნია, ან სოციალურ უნარებზე უნდა იმუშაო და ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება თავისუფლად. ყველაფრის მოგვარება შეიძლება. და პირიქით უფრო მაგარი თვითშეფასება გექნება, უფრო თავდაჯერებული იქნები, როდესაც კონკრეტულ რაღაც ნაბიჯებს მიაღწიე შენით და არ მიაღწია რაღაც ნარკოტიკმა. თორე ნარკოტიკი როგორ არის, როდესაც ტკივა, ტკვილი ნიმესლს ვამ, ხო? შენ როდესაც ტკივა აქვს რაღაც სულიკ ტკივა, მაშინ ხო შენი შინაგანი მდგომარეობა ტკივა და ნარკოტიკით იყუჭი. და ილუზიურად იჯერებ, რომ აქ არაფერი არ ტკივა. იგივე არის, როდესაც ტკვილი ტკივა და ნიმესლს ვამ, კი გიყუჩებს, მაგრამ დოდა განმავლობაში ეს ტკვილი დაგიჩირქდება, ხო? მე ყბა დაგისივდება და მაინც თუ არ მიყოლა იქიდან სამწუხაროდ სისხლის მოწამვლით გარდაიცვლები. იგივე არის ნარკოტიკიც, დღეს თითქოს რაღაც კუთხით გეხმარება შენ რაღაცეების ილუზიურად კარგად გაგზნო თავი და დაცულად იგზნო, მაგრამ გადის დრო და უკვე ნარკოტიკი შენი მეგობარი აღარ ხდება, ნარკოტიკს უბრალოდ დილით იმიტომ მოიხმარ, რომ ზოგადად ლოგინიდან ადგე, პირი დაიბანო და რაღაც ელემენტარული საქმეები გააკეთო. დიდი მადლობა.